მოგესალმებით მეგობრებო. 30 აპრილია დღეს და მორიგის ხტომაა ჩვენი. ერთი წესრიგია, ერთ დღესასრიგში ერთ საკითხია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და მოისმენთ, ჩამოძლებულები არიან. მანამდე ცნობის სახით დარიგებული გაქვთ მაინც იცით რომ მოვიდა გარე აუდიტის დასკვნა, მოგესალმებით ეს ყოველწლიური და ძალიან სასიამოვნოა არის ის რომ უპირობოდ არის დადებითი დასკვნა, მთლიანად არის ესე ვთქვათ ეს არის ფინანსური კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რაც სამეურვეო საბჭოს აქვს და ეს არის და ჩემთვის განსაკუთრებით და ვიცი თქვენთვისაც მნიშვნელოვანია რომ ეს 25 წელს ეხება როცა მშენებლობა დასრულდა. ეს ამბავი არის სასწაული. ახლა თქვენის ნებართვით მოვსმინოთ. მოგესალმებით. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გაკეთებულ სტრუქტურას, წარმოადგენთ სტრუქტურას, რომელიც მივიღეთ იქიდან გამომდინარე რომ ჩავატარეთ შენობის ის ხوار გვაჩვენებდით, მაგრამ თუ არის ტექნიკური კი ბატონო. ხო, მაგრამ კი. ტექნიკური ხარვის არის და ცოტა ხანში ჩაიტვირთება. დავიწყებ მაშინ მოცემულობით, რაც არის ჩვენთან ამ დროისთვის ტელევიზიაში, არის რომ მიმდინარეობს თითქმის დასასრულს უახლოვდება ჩვენ მოლაპარაკება შენობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ჩანაცვლების, ასე ვთქვათ, მეთოდი და ეს შენობა არის პუშკინის და ჰაიდარაბაშიძის კვეთა, არის 6000 კვადრატული მეტრი, თავისი პარკინგით, თავისი ლიფტებით, ძალიან კომფორტული, თავისი ავეჯით, აბსოლუტურად ყველანაირად აღჭურვილია იმისთვის, რომ ტელევიზია შევიდეს და იმუშაოს. დასაწყისში პავილიონები არ იქნება, მაგრამ ეს პავილიონებიც ძალიან მალე გაკეთდება, რადგან ყველანაირი ის არის იქ პირობა, რომ ის გაკეთდეს, არის 6 მეტრიანი ჭერი და შესაძლებელია, რომ დასაწყისში 3 პავილიონი გაკეთდეს. ჩვენთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თვითონ ტელევიზია მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშიც არის ავარიული მდგომარეობა და შეჩერებულია ყველა გადაცემა, მექანიკური ბადია ჩართული, მარტო დაიჯესტით გავდივართ. ასევე ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩვენს ასე ვთქვათ განყოფილებებთან, სამსახურებთან და მივიღეთ ისეთი პასუხები, ისეთი ასე ვთქვათ ანალიზი გაკეთდა, რომ თვითონ გარემოება არის ასე ვთქვათ მოძველებული და საჭიროებს განახლებას და სტრუქტურა ფაქტიურად არ მუშაობს და გვინდა რომ ახალი სტრუქტურა წარმოგიდგინოთ, რომელიც ჩვენი აზრით წააგავს პირველი არხის სტრუქტურას, ასევე სხვა საზოგადოებრივი არხების, რაც არის ევროპაში და მინდა რომ ეს სტრუქტურა გაჩვენოთ, ამას ჩვენი მიხეილ ტარახჩევი წარმოგიდგენთ და ასევე გვინდა დაგელაპარაკოთ შემდგომ რეორგანიზაციაზეც და ასევე ახალ ბადეზეც. დიახ. 3000 კვადრატული მეტრი არის ოფისები, ანუ მთლიანად და მეორე 3000 კვადრატული მეტრი არის პარკინგიც და პავილიონიც. ერთად. მოგესალმებით. მე მინდა ვისაუბრო ესე ვთქვათ კომისიის სახელით, რომელიც შეიქმნა მაუწყებელში ამ რეორგანიზაციის პერიოდში და დანერგვის ჯგუფიც ასევე მინდა უბრალოდ აგიხსნათ თვითონ ვითარება როგორი მოხდა იქ ჩვენ მოგეხსენებათ ქონდა ესე ვთქვათ კონცეფცია რომლის ესე შესაბამისად გვინდოდა გარკვეული ცვლილებების შეტანა სტრუქტურაში, დებულებაში, მაგრამ სამუშაო პროცესმა გვაჩვენა რომ მაუწყებელს აქვს ძალიან მძიმე პრობლემები. პრობლემები თვითონ სამუშაოს მართვის თვალსაზრისით.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ესეთი სამართლებრივად რომ რაღაცა პატარა შეფასება გავაკეთოთ, დებულებები, არსებული დებულებები, რომელიც არის სამსახურების, ის დებულებები მეორდება, გარკვეული ფუნქციების გადაბარვა ხდება და ეს გვაძლევს იმ პრობლემებს, რაც დღის მდგომარეობით გვაქვს კომპანიაში. იმისათვის რომ გაგვერკვია ესე ვთქვათ რა არის ის ხაზები, ფუნქციური ხაზები სამსახურებს შორის და როგორ არის აწყობილი ყოველდღიური სამუშაო პროცესი, ჩვენ გამოვითხოვეთ რაღაც ინფორმაცია ესე ვთქვათ სამსახურებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ორგანიზაციაში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საზღვრავს ამ სამსახურების ფუნქციურ საზღვრებს, რომელიც არეგულირებს ამ პროცესებს, რომელიც იმართება ორგანიზაციაში და არ არის სამუშაო პროცესებიც დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურების მიერ ხდება ინტერპრეტაცია დებულებების და ეს გვაძლევს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საოპერაციო ოპერირების დროს გვაქვს რაღაცა უზუსტობები და ესე ვთქვათ, შეიძლება შეიქმნას კიდევაც გარკვეული რაღაცა კონფლიქტური სიტუაციაც, რომ ვისი, ესე ვთქვათ, ვისი საკითხი არის და ვის ეკუთვნის ამ საკითხის, ესე ვთქვათ, პასუხისგებლობა და მოგვარება. აქედან გამომდინარე, კომისიის დასკვნით, ესე ვთქვათ, მოხსენებაში იქნება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღწერილი. დღეს გვაქვს ესე ბოლო დღე, რომ წარმოვადგინოთ ეს უკვე ორგანიზაციაში შიდა რეგულირების თვალსაზრისით. ჩვენ გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა, რომ ეს რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია, რომელიც დღეს ხდება, რეალურად ვერ იქნება ის მოქმედება, რომელიც ქონდა ჩვენ დაგეგმილი. ვინაიდან ჩვენ როგორც ვნახეთ, სულ სხვა ტიპის პრობლემები დგას, რომელიც საჭიროებს სულ სხვა მოქმედებებს. ესე იგი, ამან იმოქმედა იმაზეც, რომ ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მომზადებულიყო, უკვე სხვა ფორმატში გადაინაცვლა და სხვა საკითხები წამოიჭრა დღის წესრიგში, ასევე ამ საკითხებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს რეორგანიზაცია არ დასრულდება, ბიუჯეტის დაზუსტებაც არის პრობლემატური საკითხი, იმიტომ რომ უნდა გავიდეთ ესე ვთქვათ ბოლოში და შემდგომ ავსახოთ ეს ყველაფერი და მოკლედ ეხლა რაც ხორციელდება არის იმისთვის რომ მოხდეს ალბათ სწორი სიტყვა იქნება ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია და ასევე თავიდან ბოლომდე შეიქმნას ის დოკუმენტაცია, რომელიც სავალდებულო არის და საჭირო არის ორგანიზაციის სრულყოფილ და სრულფასოვან ოპერირებისთვის. ანუ ცოტა ესე ვთქვათ, მოგვიწია რაღაცა გამოსავლის ნახვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ რაც მთავარი არის, ჩვენ ხელმძღვანელობდით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს მაუწყებელს და ასევე საერთაშორისო გამოცდილებებით და ვეცადეთ, რომ რაღაცა შუალედური შეგვექმნა, რომელიც მოგცემდა შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი, ეს პროცესები გავმართოთ და ასევე მოვახდინოთ მათი გაციფრულება. ეხლა შეიძლება სტრუქტურა არ არის ისეთი სრულყოფილი და იმ ფორმით, რაც ვთქვათ, ჩვენს ხედვაში არის და რაც ალბათ საერთაშორისო სტანდარტებს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგრამ ამ მომენტში სხვა ტიპის მოქმედებები გამოიწვევდა კოლაფსს. ვინაიდან, როგორც ვამბობთ, არ არის რეგულაციის საშუალება. გარდა იმისა, რომ დოკუმენტები არ არსებობს, არც ციფრული, ესე ვთქვათ, ციფრული მუშაობაც არ ხდება, რომ ჩვენ იქედან გაგვეკეთებინა ანალიზი, რომ ვთქვათ, რაღაცა ამ ყოველდღიური საოპერაციო მართვის სისტემა ყოფილიყო და იმ სისტემაში ყოფილიყო, ვთქვათ, ასახული ის სამუშაო პროცესები. და ეს გვაძლევს მოკლედ ისეთ
სიტუაციას, რომ მოქმედებთ იქედან, რაც გვაქვს, რა რეალობაშიც ვართ, რა ვითარებაშიც ვართ. თავისთავად ვადებს ვინარჩუნებთ და ჩვენი წინადადება კომისიის მხრიდან დირექტორზე არის ისეთი, რომ აღნიშნული ცვლილებები, როცა განხორციელდება და მოხდება, ვთქვათ, ამ ერთი წლის მანძილზე სრული გაწერა ამ წითელი ხაზების, ფუნქციების, სამუშაო პროცესების, ამ ყველაფრის დიჯიტალიზაცია და წინა შეხვედრაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ამ საკითხზე დიდხანს არ წაგართმევთ დროს, მაგრამ ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ციფრული პლატფორმები საერთოდ არ არის ორგანიზაციაში, ეს მამის პროგრამა, არ ვიცი, პამის პროგრამა იქნება, HR-ის მართვის და რაღაცა შეფასებების გაკეთება დღეის მდგომარეობით ძალიან რთული არის რა. ესე იგი, ჩვენი ფუნქცია, ჩვენი სტრუქტურა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და წარმოგიდგინეთ, ისევ ამ სამსახურების ოპტიმიზაცია არის და ისევ ხელმძღვანელობდით მთავარი პრინციპით, რომ ახალი და მიმდინარე ამბებისთვის ის დამოუკიდებელი სტატუსი მიგვენიჭა, ქონოდა და ის კანონით დადგენილი წესი რაც არის, რომ საინფორმაციო ნაკადი იყოს დამოუკიდებელი და მას ემსახურებოდეს დანარჩენი ორგანიზაცია, ეს ცალსახად ასახულია დღევანდელ სტრუქტურაში. ესე იგი, ამის გარდა ვადებთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო დაზუსტებები, რომ რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციის პროცესს მოყვება საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, ვინაიდან პროცესში ასევე დავინახეთ, რომ არის საკმაოდ გაბერილი საშტატო ერთეულები და ხან ზოგიერთ შემთხვევაში ის ფუნქციური ერთეულები გაუგებრად ფარავენ, ისევ ამბობ ერთმანეთს და ეს ოპტიმიზაცია როცა დასრულდება, მაგის თქმის შესაძლებლობას მოგცემს, რა საშტატო განრიგი უნდა კონდეს, რა ფუნქციური ერთეულები უნდა კონდეს ორგანიზაციაში და თქვათ რა კონკურსები დაგჭირდება, რომ სამომავლოდ რომ თქვათ თუ იქნება ერთ სამუშაო ადგილზე მეტი კანდიდატი, რომელიც არის დღეს ორგანიზაციაში, როგორ განვახორციელებთ თქვათ ამ ნაწილს. ეხლა თუ დებულების ნაწილში ჩვენ გავდივართ და რაღაცა თქვენგან კორექტირებები თუ იქნება რაღაცა შენიშვნები, რომელსაც გავითვალისწინებთ, შემდეგი პროცესი არის ესეთი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მომზადებული ყველა სამსახურის დებულება, ასევე მენეჯმენტისთვის გვაქვს გაკეთებული საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო, ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც არ მისცემს მენეჯმენტს დებულების თავისებურად ინტერპრეტაციას. აი ზუსტად რომელზედაც ვსაუბრობდით, რომ ეს ხაზები, ფუნქციური ხაზები სად არის, ვინ არის პროცესის მფლობელი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ პროცესზე და ეს არის სადღაც 90 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ასევე შემდგომში წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტს იმ ყველა დებულების პროექტთან, რომ ერთობლიობაში თქვენ უკვე დაინახოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ისევ ჩვენთვის დებულება არის უფრო იურიდიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სამართლებრივი, ესე ვთქვათ, ფორმულებით ორგანიზაციის სტრუქტურას და უფრო დეტალური, ესე ვთქვათ, ჩაშლა იქნება ის სახელმძღვანელო მანუალი მენეჯმენტისთვის. ესე იგი, შემდეგი ფაზა, როგორც თქვი, 5 მაისისთვის დამთავრდება და უკვე შეგვიძლია წარმოგიდგინოთ განსახილველად ეს დებულებები, ეს მანუალი. 10 რიცხვამდე ჩვენ უკვე გვექნება სრულყოფილი ესეთი ცხრილი, სადაც გვეცოდინება დავადარებთ, ესე ვთქვათ, ახალ სტრუქტურას, ძველ სტრუქტურასთან, ის ხარვეზები, რომელიც იქნა აღმოფხვილი და ამ საშტატო ერთეულების, ესე ვთქვათ, ფუნქციური ერთეულების უკვე დაზუსტებულ რუკასაც წარმოვადგენთ და სრულყოფილად ეს პროცესი მთავრდება 20 მაისისთვის.
და უკვე თქვენთან წარდგენის შემდეგ 1 ივნისამდე გეგმის მიხედვით გვაქვს სრული პროცესების დამთავრება, ესე ვთქვათ, ბიუჯეტის დაკორექტირება, სამოქმედო გეგმა, რომელიც გვაქვს ერთწლიანი, იმისი დაკორექტირება ასევე და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3-წლიანი განვითარების გეგმის ნაცვლად გვაქვს 5-წლიანი განვითარების გეგმა, რომ შინაარსობრივად არ დავკარგოთ ეს წყვეტა და უკვე იმ 3 წლებში ვთქვათ, რას მოვასწრებთ, ჩვენ რისი გაკეთებას მოვასწრებთ და შემდგომში როგორ ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს ეს განვითარება. აი ესე მოკლედ რო ვთქვათ, ამ ჩვენ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ხო, რაც თავარი არის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ პარალელურად იყო მეორე კომისიაც, რომელმაც განახორციელა არსებული პროდუქტების შეფასება, რამე აცთენა რომ არ ქონოდა ესე ვთქვათ პროცესში რაიმე პროდუქტების, მედია პროდუქტების, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ, ისეთი პროდუქტები ხომ არ გაუქმდება, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია მაუწყებლისთვის. ამ კომისიამ შეასრულა და დაასრულა თავისი საქმიანობა, მოგვცა ეს დასკვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესში, ამ პერიოდში ასევე გვექნება წარმოდგენილი ახალი ბადე, რომელიც განსხვავებული იქნება როგორც ტელევიზიისთვის, ასევე რადიოსთვის და მოკლედ აი ამ დებულებასთან, ჩვენ კონცეფციასთან და ყველა დოკუმენტთან, რომ თანხვედრაში იყოს და რაღაცა სინქრონიზირებული, ესე ვთქვათ, დოკუმენტაცია შეიქმნას ორგანიზაციაში. თვითონ გაწერის პროცესი ეს უკვე შემდგომი ფაზა არის, როდესაც ჩვენ მივიღებთ ამ დებულებებს და მივიღებთ, ესე ვთქვათ, ამ სტრუქტურას. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი არის, მაგრამ ჩვენ ახლა რესურსების მობილიზაციას, ესე ვთქვათ, მოვახდენთ, როგორც შიდა, ასევე თუ საჭირო იქნება გარედანაც ჩავრთავთ და ზაფხულის პერიოდში გვინდა რომ ეს მთლიანად დავამთავროთ, რომ სექტემბრის ახალი სეზონი, როდესაც დაიწყება, ჩვენ უკვე აი ეს მინიმალური ინტეგრაცია, რაც საჭირო არის ორგანიზაციისთვის, უკვე განხორციელებული იყოს და სექტემბრიდან ეს მთელი სეზონი მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ამ პროცესების, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ასევე მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ პროდუქტებს ამ წლის ჭრაში ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ დავნერგოთ, ასე რომ ეს ამ ბიუჯეტის პროექტში აისახება და უკვე მომავალ წელზეც რაღაცა პროდუქტების დანერგვა გადავა. და აი ეს პროცესი რეალურად მოგცემს შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი დაუხვეწოთ უკვე მომავალი წლის, ვთქვათ, ახალ სეზონამდე. ეს არის მოკლე აღწერა და მზად ვარ გაგეცეთ პასუხები ამ დებულებაზე. დავამატებ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რომ პროდუქტების კუთხით შეფასება მოხდა, როგორც კომისია შეიქმნა, როგორც შიგნიდან, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული ადამიანებით, ასევე გარედან მოწვეული წევრებით, რომლებმაც შეაფასეს ყველა ჩვენი არსებული გადაცემა, რაც გვაქვს, როგორც შიდა წარმოების, ასევე გარე წარმოების, ასევე შეფასდა რადიოს პროდუქცია და ვფიქრობ, რომ აი ეს სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ ბადეს, აქ განვიხილავთ უკვე რომელი გადაცემები იქნება ჩვენთვის ტელევიზიისთვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და რომელი არა. იმედა თავდგირიძე გახლავთ ამ კომისიის, ასე ვთქვათ, წევრი, რომელიც თითო ხვდებოდა ყველა გადაცემის ავტორებს, რო არ ყოფილიყო რაღაც რამე სამართლო შეგრძნება, რომ ვთქვათ, ვინმეს არ შეხვდა ჩვენი კომისიის წევრი, ყველას შეხვდა და გამოიტანეთ ჩვენი აზრი, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით. ქონდა რაღაც დისკუსიები და რაღაც ორი სიტყვით იმედ შენ თუ ამაზე იტყვი იქნება. მოგესალმებით. კომისია იყო 5 კაციანი შემადგენლობით, მოწვეულ ექსპერტებს, რაც შეეხება ბატონი გოგა ჩართოლანი და კოტე ჯანდიერი იყვნენ შეფასების
ნაწილში შეფასდა შიდა წარმოების 25 გადაცემა, ზოგადად აჭარის ტელევიზიაში აღმოჩნდა რომ 35 გადაცემა არის. რეკომენდაცია საერთო დასკვნა არის რომ მცირე ფორმატის გადაცემები მრავლად იყო საეთერო ბადეში, ეს არის 15 წუთიანი, 17 წუთიანი, 12 წუთიანი გადაცემები. შესაძლებელია ამ გადაცემის რუბრიკების სახით ინტეგრაცია დიდ რედაქციებში დილისა და შუა დღის. არსებობდა ზოგადად ესეთი მიდგომა, რომ ხდებოდა ბადეში გადაცემები, რომლებიც იყო თვეში 3-ჯერ, თვეში 2-ჯერ, 2 თვეში 1 ხელ. პერიოდულობა იყო დარღვეული, რაც ძალიან გაუგებარს ხდიდა საეთერო ბადეს და ეკლექტურად იყო განთავსებული პროდუქტი. ჩვენი შეფასებით ესეთ ტიპის გადაცემები აღარ უნდა არსებობდეს, ან პერიოდულობა უნდა იყოს დაცული და ბადე უნდა იყოს გამართული. ჩვენ მივეცით დირექტორს რეკომენდაცია, რომ დიდი ფორმატის თემატური გადაცემები, თქვათ, რა ქვია, მედიცინაზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე, ხელოვნებაზე იყოს ინტეგრირებული დილისა და შუა დღის ზოლებში და მათ ადგილას წარმოიშვას სხვა ფორმატული გადაცემები და გარე წარმოებაზე მივცეთ საშუალება განვითარდეს გარეთ არსებული სტუდიები და შემოგთავაზონ ახალი იდეები. ეს იყო რაც მოკლედ შემიძლია გითხრათ. მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია სტრუქტურის შექმნა. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და კარგია რომ სწრაფადვე წარიმართება ეს პროცესი. ორი შეკითხვა მაქვს მე თქვენთან. პირველი უფრო რედაქციული ხასიათისაა და შეიძლება ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. ეს არის მესამე მუხლის 3-2 მუხლის G ქვეპუნქტი პროგრამებში მაუწყებლის საკუთარი აზრის გამოხატვის დაუშვებლობის უზრუნველყოფა. მაუწყებლის საკუთარი აზრი ამ შემთხვევაში თანამშრომლების აზრს გულისხმობს ალბათ, ხო? იმიტომ რომ მაუწყებლის ერთი აზრი არ არსებობს ბუნებაში. დიახ, ეს არის თანამშრომლების იმ პირების რაღაც ამის უკეთესად ფორმულირება შეიძლება ალბათ, ხო, რომ მაუწყებლის საკუთარი აზრი გაუგებარია. მეორე შეკითხვა ეხება მეშვიდე მუხლს. აი ხელმძღვანელი ორგანოები რომ არის აქ დასახელებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის 3-2 საბჭო. დიახ. აი მეშვიდე პირველი 3-2 საბჭოს წევრთა რაოდენობა, ფორმირების წესი, გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით. რამდენადაც მე მახსოვს, ადრე აქ არსებობდა მრჩეველთა საბჭო, ხო? მართალია, ასე არა? დიახ. ცნება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 3-2 საბჭოს ცნება მაუწყებელში არის? ეს კითხვა თქვენთანაც მაქვს მე. აქ რომ მიუთითებთ, რომ ეს განისაზღვრება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონითო, იქ არის დასახელებული ეს ცნება საერთოდ? ჩვენ ესე იგი ამ თვალსაზრისით ეს მუხლი ამ მუხლში ვიგულისხმეთ ერთი რამ, რომ უბრალოდ გაგვეხსნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 3-2 საბჭო მონაწილეობას იღებს ამ ორგანიზაციის, ესე ვთქვათ, ოპერირებაში და ყველა ის რეგულაცია და წესი არის განსაზღვრული კანონით და მაუწყებლის ასევე შიდა დებულებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის 3-2 საბჭოს ცნება ასახულია კანონში მაუწყებლობის შესახებ.
აქ კი არ ვართულება ამბავს, უნდა კონკრეტიკა უნდა იყოს და საფუძველი უნდა ჰქონდეს თითოეულ განაცხადს, რაც არის დებულებაში წარმოდგენილი, ხო? როდესაც ჩვენ ვაპელირებთ კანონზე, იქ უნდა ასახული იყოს ის ცნება, რომელსაც აქ ხსნით, ხო? ამიტომ აი ნახეთ მე შემდგომი მუხლი რო არის 7 და 2, ხო? იქ ჩვენ ფაქტიურად ხსნით რომ რატომ არის ნახსენები ის რა ქვია სამეურო საბჭო? იქნება ახლა აჭარის არა, ჩვენ ლაპარაკობთ საერთო ამას ვიტყობ. აქედან ესე არის რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, ხო? აქ აპელირებთ თქვენ ამ საბჭოს. ერთადერთი საბჭო რომელიც არის, ხო? ეს კი არის, ხო, ცხადი ეს არის. მაგრამ საბჭო ხომ მონაწილეობს ჩვენს ესე ვთქვათ იმაში. ხო, გასაგებია. ასე არ იყოს აღქმული. დიახ, დავაზუსტებ. ცხადია, რომ სამეურვეო საბჭო ფიგურირებს მაუწყებლობის შესახებ კანონში, მითითებულია როგორც ხელმძღვანელი ორგანო, უბრალოდ შესაძლებელია დაზუსტდეს ფორმულირებით, რომ გასაგები იყოს, რომ ერთ და იგივე ორგანოზე ვსაუბრობთ და არ არის ცალკე რაიმე დამატებით სამეურვეო ან სხვა საბჭო, რომელიც ასევე ხელმძღვანელ ორგანოდ ჩაითვლება. მრჩეველთა საბჭო არა, სამეურვეო საბჭო კი. თქვენ ბრძანეთ რომ შტატი გაბერილი აღმოჩნდა როცა გადახედეთ და ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ შემცირ ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ წავა შემცირებისკენ პროცესი რის ხარჯზე შემცირდება სადაა გაბერილი ჟურნალისტებში ტექნიკურ პერსონალში მომსახურე პერსონალში თუ მენეჯმენტში თუ ყველგან საერთოდ და დაახლოებით რას ფიქრობთ, აი რამდენიც შემცირდება? იცით რა არის? ეხლა ძალიან რთული არის ამაზე საუბარი, ვინაიდან ჩვენს წარმოსახვაში პროცესი ესეთი არის, რომ ჯერ ვადგენთ სტრუქტურას, ვადგენთ პროცესებს, იმიტომ რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, ესე ვთქვათ, ჩვენი საქმიანობა და მაგიტომ შეგვიძლია ეს პროცესები განსაზღვროთ, საზღვრავთ პროცესებს. შემდგომში ხდება იმის რა ქვია ბადის დამტკიცება და უკვე ბადის მიხედვით, ბადის მოთხოვნის მიხედვით, როგორ მოემსახურება ეს სტრუქტურა ამ ბატეს. იქ უკვე გამოგვიჩნდება, რამდენი ადამიანი გვჭირდება. დღეს არა, გაიზარდოს შეიძლება სხვა სამსახურებში, მაგალითად ახლა ჩვენ როცა გავაკეთეთ ოპტიმიზაცია, 13 სამსახური იყო მაუწყებელში. ამ 13 სამსახურიდან დარჩა 10. ოღონდ ეს 10 რო დარჩა, იმ 10-შიც სრულიად ახალი სამსახურები არის, რომლებიც მათ რაღაცა გაერთიანებს. მაგალითად, არ ყავდა მაუწყებელს მარკეტინგი საერთოდ. და მარკეტინგი არ არის მარტო კომერციული ერთეული, მარკეტინგი არის ის ერთეული, რომელმაც უნდა მოგცეს ინფორმაცია მოსახლეობას რა უნდა, რას უყურებს. პირდაპირ კანონში წერია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ გამოკითხვები კიდევაც. ანუ სხვის გამოკითხვას კი არ უნდა ველოდოთ, აგერ ჩვენი ჟურნალისტები რო არიან და ჩვენ მედია რაღაც საშუალებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკავშირი გავიგოთ ჩვენი მაყურებლისგან, უკავშირი გავიგოთ ჩვენი მსმენელისგან და სამწუხაროდ ეს არაფერი არ კეთდებოდა ამ ორგანიზაციაში და მაგიტომ თქვათ აი ეს ერთეულიც ესეთი რაც ეხება ადამიანურ რესურსს რის რა შეგვიძლია დღეს ვილაპარაკოთ და რაც დავინახეთ დღეს. დღეს მდგომარეობით ყველაზე გაბერილი ერთეული არის ესეთი შემოქმედებითი სამსახური, რომელიც რეალურად არის წარმოების სამსახური, მედია წარმოების სამსახური. ძალიან ბევრი ადამიანი არის, მანდ წარმოდგენილი 155 საშტატო ერთეული არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის შემოქმედებითი კონტენტი გავაგარეთ. ანუ ჩვენ ახლა მთავარ პრინციპს რასაც ნერგავთ, რომ ეთერი როგორც იყო აქამდე, რომ ფაქტობრივად სრული ეთერი იყო შემოქმედებითი რაღაც ხასიათის და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის, ესე ვთქვათ, მოთხოვნების მიხედვით გაკეთებული. ეს შეიძლება, აი მარტივი მაგალითისთვის დილა შუადღის გადაცემები ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი
მოსახლეობას აწვდის ესე ვთქვათ საჭირბოროტე ინფორმაციას. არა ოპერატიული ნიუსური ფორმატით, არამედ ინფორმაცია, რომელიც არა ოპერატიულია, უფრო ესე ვთქვათ შინაარსობრივად უნდა დაანახოს იმას, რა თქმა უნდა, დილა შუადღის ეთერს ექნება ის შემოქმედებითი კომპონენტები, მაგრამ ეს შემოქმედებითი კომპონენტები შეიძლება იყოს აუთსორსინგი, ამით ჩვენ კიდევ ერთხელ უფრო კანონის შესაბამისად მივცემთ შესაძლებლობას სხვადასხვა ესე ვთქვათ წარმოებებს მოგვაწოდონ დივერსიფიცირებული კონტენტი, რომელიც რა ვიცი წარმოადგენს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებს თუ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს და ასე შემდეგ. ანუ ამით ჩვენ ვზდით ესე ვთქვათ ხო, მარკეტინგის სამსახურთან საკმაოდ დიდი მუშაობა უნდა კეთდებოდეს ზუსტად ამ პროდაქშენის ნაწილში და დიდი მადლობა. არა მარტო შემოქმედებით სამსახურზე იქნება საუბარებლად, ხო მიშამ მოაყოლა იმას, რომ რაღაც ყველაზე მეტი ადამიანი სადაც იყო. აქ არის ფუნქციური დუბლირებები სხვადასხვა განყოფილებებში, სადაც ალბათ ამ ზუსტად ამ სტრუქტურის შედეგად განვიხილავთ და წარმოგიდგენთ აუცილებლად უკვე იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც იქნება რეორგანიზაციასთან დაკავშირებული. მადლობა. მე ისეთი შეკითხვა მაქვს კიდე. თქვენ იცით, რომ პრიორიტეტები იყო შემუშავებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ. გულწრფელად გეტყვით, რომ აჭარის ტელევიზიაში ამ პრიორიტეტების მიხედვით გადაცემების ნაკლებად იყო პრიორიტეტებზე აწყობილი და აი ამ კუთხით თუ იგეგმება მუშაობა და როგორ ხედავთ ამას? დიახ, აი ეს ისევ ამ პირობაში, როდესაც ჩვენ რაღაც სტრუქტურაზე ვლაპარაკობთ და ამ ოპტიმიზაციაზე, ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, თვითონ წარმოებაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ დოკუმენტებში, ესე ვთქვათ, ასახული არის, რომ პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ გაცხადებულად თვითონ გადაცემებს კი ქონდათ ესე ვთქვათ შესაბამისობა პრიორიტეტებთან, მაგრამ როდესაც ჩვენ დავიწყეთ შინაარსის განხილვა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ იმ ესე ვთქვათ არსებითი განხილვა, ესე რომ ვთქვათ, ამ წარმოებისა, იქ გამოვლინდა, რომ ან საერთოდ არ ემთხვევა, ანუ რაღაცა გაცხადებული სახელწოდება, გაცხადებული შინაარსი არ ემთხვევა იმ რეალობას, თქვათ, რაცაც აწარმოებენ. ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის და ამისი კონტროლი და მექანიზმებიც ჩადებული არის თვითონ სამუშაო პროცესში. აი როგორც მოგახსენეთ, ესეთი მანუალი რაც იქნება, ანუ ეს სახელმძღვანელო მანდ ყველაფერი არის სწორედ გაწერილი და ამიტომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი არის აი ზუსტად გავწეროთ პროცესები, როგორ ხდება, არ ვიცი, თემის შემუშავება, როგორ ხდება, არ ვიცი, რაღაცა იდეის გენერირება, მერე როგორ ხდება ამ იდეის ჩაშვება და ეს საერთოდ არ არსებობს დღეს და რა თქმა უნდა ადამიანები მუშაობენ, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას ვაბრალებთ. ეს ადამიანები მუშაობენ იმ გარემოში, იმ სიტუაციაში, რაც არის. იმის ფარგლებში ქმნიან იმას, რაც თქვათ, ხო ხდებით, რაც შეუძლიათ რომ გააკეთონ. მე ისე დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ უბრალოდ აი ამ ფრაგმენტაციამ, ამ სამსახურების არ აძლევს საშუალებას ძალიანაც რომ უნდოდეთ, რომ ეს განახორციელონ. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკვე დირექტორი არ იყო ადგილზე, თქვათ, რაღაცა ესეთი პროცესები მიმდინარეობდა. შეიძლება თუ შეიძლება. კი ბატონო. მადლობა პირველ რიგში ჩამოგზავნებისთვის და პრეზენტაციისთვის. მეც წინა გამოსვლების ასე ვთქვათ თემებს გავაგზავნებ. პირველი კი მესმის დაახლოებით რომ ახლა მიდის ის სამუშაო პროცესი, რაც განსაზღვრავს ანუ რამდენად რა რაოდენობის ადამიანები მუშაობენ ტელევიზიაში და რა შეიძლება იყოს სურათი, მაგრამ მაინც რამდენადაც წარმოდგენა შემექმნა და თუ ეს წარმოდგენა სწორედ დაახლოებით ჩარჩო
დანახული გაქვთ ასე ვთქვათ. აი, როდესაც ვაპარაკობთ გაბერილ შტატებზე, უხეშად თუ შეიძლება მაგალითად რა 30% შეიძლება შემცირდეს, 15%-ით, ანუ რა ასე ვთქვათ, რამდენი შეიძლება ეს იყოსო დაახლოებით მოლოდინი შევიქმნათ. ეს არის პირველი ნაწილი. და მეორე, ასევე რაც მაინტერესებს არის ის, რომ პრინციპში საკმაოდ ძიმე სიტყვები გამოიყენეთ და მადლობა აი ამ გულახდილად აღწერისთვის, რაც ტელევიზიაში კოლაფსი, გაბერილი შტატები, ანუ ასე ვთქვათ და კიდევ სხვადასხვა, რაც გვანახებს იმ გამოწვევებს, რაც ტელევიზიაში არის. ერთის მხრივ შეიძლება იყოს დუბლირებული სამსახურები და მართლაც ადამიანი ინდომებდეს, მაგრამ სტრუქტურა არეულია და ვერ აკეთებს, მაგრამ საბოლოო ჯამში არსებობენ მაინც პასუხისგებელი პირები, ვისაც ეს ებარებოდა, ვისაც ეს უკეთ უნდა გაეკეთებინა და ვიღაცის გამო ხო მივდივართ იქამდე, რომ ვიღაცის გამო ან მარტო რაღაც არ არის, ვიღაც არის ხო, ვისაც აბარია წლების განმავლობაში ებარა, ასე ვთქვათ, ესა თუ ის სტრუქტურა. თუ აპირებთ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებთან ერთად საქმიანობის გაგრძელებას თუ თვლით, რომ აი რაღაცა შუარგულში ან ზედარგულში მენეჯმენტის პრობლემებია და ესეც უნდა გადაიხედოს და რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, მათ შორის ამ ადამიანებთან საკონტრაქტო ურთიერთობებს შეხედოთ და მესამე არის ისევ ამ საკითხი რო გავაგრძელო, როდესაც აი გაბერილი შტატების ჩემი გაგებით შემცირებაზე იქნება საუბარი, რა იქნება ის ასე ვთქვათ საფუძველი და ნიადაგი რის რაზეც ეს სამუშაოები განხორციელდება, ვინაიდან შემდგომ ადამიანებს არ ქონდათ იმის განცდა, რომ მაგალითად დაუმსახურებლად შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება ან რაღაც სასამართლო წარმოება, რომელიც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული, მოკლედ მთელი ეს სხვადასხვა შრეა ამ საკითხს, რაც საინტერესო იქნებოდა და დავასრულებ და შემდგომ ერთი ასე ვთქვათ. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ დღეს მდგომარეობით რაღაც რიცხვებზე რო ვისაუბროთ და პროცენტებზე რო ვისაუბროთ, არასწორი იქნება. იმიტომ რომ ბოლომდე მაინც არა ვართ გასულები. ისე ვიძახი, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია რა მოთხოვნას დააყენებს დღის წესრიგში ახალი ბადე. იმიტომ რომ აი წეღანაც გაჟღერდა ის საკითხი, რომ იქნებს საერთოდ ვიღაცების დამატება გჭირდება რა, ესე ვთქვათ, ადამიანურ რესურსის. რა თქმა უნდა, ამისი ალბათობა არის ძალიან პატარა, ამ იმამდე რომ მივიდეთ, ამის გარდა ჩვენ ვიცით ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობები, რომ ფინანსურად ორგანიზაციას დამატებითი სახსრები, ესე ვთქვათ, არ ექნება მოზიდული, იმიტომ რომ ძირითადი დაფინანსება მოგეხსენებათ ბიუჯეტიდან არის და საზოგადოებრივი მაუწყებლის, ესე ვთქვათ, რაღაცა პროცენტული მონაცემი გვაქვს. აქედან გამომდინარე გაზდას ნამდვილად არა, მაგრამ შემცირებას რაც შეეხება, აქაც მინდა რომ აგიხსნათ, რომ ეს შემცირებაც არ არის ნეგატიური პროცესი. და აგიხსნით რატო? იმიტომ რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორგანიზაციაში შემცირდება ის რესურსები, რომლითაც არის ეს სამსახურე მესამე და მეხუთე ხარისხოვანი. ანუ ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, რომლებისთვისაც ეს არის მთავარი სამსახური, მთავარი სამუშაო ადგილი, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება მოხდეს ეს ოპტიმიზაცია და ესე ვთქვათ, რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია, უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის, მაგრამ დღეს მდგომარეობით ისევ ამბობ, საკმაოდ მოცულობითი ნაწილი არის აი ესეთი ფრაგმენტული ფუნქციები რო აქვთ, ან არიან რაღაცა ნახევარ განაკვეთზე, ან არასრულ განაკვეთზე, ეს ეხება არა მარტო წამყვანებს, თქვათ, და პროდიუსერებს, თქვათ, ან ჟურნალისტებს, ну, ძირითადად ახლა ჟურნალისტები ახალი ამბების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს არის მათი მთავარი სამსახური, მაგრამ იგივე სოციალური მედია მენეჯერები, თქვათ, და არის რაღაცა სხვადასხვა პოზიციები, რომლებიც არიან, ესე ვთქვათ, ნაწილობრივ მუშაობენ ჩვენთვის. ჩვენ გვინდა შევქმნათ ესეთი ჯანსაღი გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრული განაკვეთით იმუშაონ ტელევიზიაში და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მოემსახურება, ესე ვთქვათ, ამ ტელევიზიას. ხო, მენეჯმენტთან დაკავშირებით პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. მე ისე ვამბობ, ცალსახად რაღაცა შეფასებების გაკეთება ესე ალბათ ჩვენ შევიკავებთ თავს ამისგან, მაგრამ ფაქტი არის, რომ სამსახურის უფროსების პოზიციაზე იქნება კონკურსები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავიხილავთ სხვა ადამიანებსაც, ესე ვთქვათ, ვისაც
სურვილი ექნება რომ მიიღონ ამ იმაში რომ შიდა რესურსი იქნება თუ გარე რესურსი იქნება ამ კონკურსში მონაწილეობა და მინდოდა ესე რომ კიდე მეთქვა რა იმ თანამშრომლებზე რომ რაღაცა პოზიტიურად რო ვახსენე მე ამ პოზიტივზე არაფერი არ ვთქვი და პოზიტიური ნაწილი არის ის რომ ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ გარე წარმოებაზე ანუ ის ადამიანები ვისაც რეალურად მაინც ენდომება რომ რაღაცა პროდუქტი შექმნან ტელევიზიისთვის და არ იყვნენ თქვათ ამ ტელევიზიის სრულფასოვანი წევრები როგორც არ ვიცი აი ესე ნახევარ განაკვეთურზე თუ 5 სამსახურში რომ მუშაობენ და რაღაცა შეუძლიათ ეგეთი საქმიანობა გააგრძელონ და რა თქმა უნდა ეს თანხები რომელიც გატანილია დღეს აუთსორსინგისთვის საკმაოდ მოცულობითი თანხები არის მაგრამ ხარისხობრივად მე ისე ვამბობ ჩვენ გვაქვს ეს დასკვნები კომისიის რომ არ აკმაყოფილებენ ესენი ამ მოთხოვნებს და რა თქმა უნდა გვექნება დაყენებული ახალი სტანდარტები, ახალი მოთხოვნები, მაგრამ ის ადამიანები, ვინც დატოვებენ ორგანიზაციას, ჩვენ ვაპირებთ რაღაცა ფორმატი გამოვნახოთ, სადაც დავეხმარებით, ვასწავლით და რა ვიცი, ერთად ვიმუშავებთ, ესე ვთქვათ, ამ გარე წარმოებაზე. სიცხადის ნაწილში მე რა თქმა უნდა, მაინც და მაინც არ გულისხმობ იმას, რომ ვიღაცის გაშვება შეიძლება იმსახურებდეს ადამიანი და მართლაც ეხლა თქვენ ახსენეთ სოციალური მედიის მენეჯერები და 10 წუთით ადრე თქვით რომ ციფრული პლატფორმები არ არის სამსახურში ანუ ესე იგი რაღაც პრობლემა არის და ეს გადაჭრას საჭიროებს. აქედან ანუ მარტო ამ კონოტაციით არ ასე ვთქვათ არ დაინახოთ რომ ეს კითხვაში მარტო ეს იყო. ანუ მაინტერესებს უბრალოდ აი პრინციპი რა შეიძლება იყოს ამ გადალაგების, რაც მნიშვნელოვანი არის და მეორე ეს და ჩემ კოლეგებს დაუთმობ სიტყვას არის ის რომ იქიდან გამომდინარე რომ კიდევ ბევრი ასე ვთქვათ ქვედებულება ჯერ კიდევ დასამთავრებელი არის და ამაზე მიდის მუშაობა ხომ არ აჯობებდა რომ ეს ნაწილი ეს სამუშაოები დასრულდეს და შემდგომ განგვეხილა ასე ვთქვათ აი ეს თავარი დებულება რაც წარმოდგენილია, იმიტომ რომ რაღაცა რაც კიდე გასარკვევი არის თითქოს ამასთანაც არის დაკავშირებული და რამდენად სწორედ მოხდება მე ასახვა აი ამ ყველაფერს. ეხლა ამ დებულებას რაც ეხება მე მაინც ისე ვამბობ რომ ეს არის სამართლებრივი ჩარჩო და ჩვენ გვჭირდება სამეურვეო საბჭოს დამტკიცება ამ ნაწილს. რაც შეეხება შიდა დებულებებს და შიდა პროცესების გამართვას, ეს უკვე დირექტორის პრეროგატივა არის, დირექტორის ფუნქცია არის, რომ მიიღოს და ამტკიცოს ეს დებულებები. აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან უბრალოდ ინფორმატიულ რა თქმა უნდა ხასიათს ატარებს ეს, მაგრამ მე ისე ვამბობ, ეს დოკუმენტები ჩვენ გვინდა რომ წარმოგიდგინოთ იმისათვის, რომ ვიღაცამ რაღაცა ინტერპრეტაცია არ გააკეთოს, იმიტომ რომ ეს იურიდიული დოკუმენტი არის და როგორ მუშაობს ის ორგანიზაციაში სხვა საკითხია. ეხლა მინდა უბრალოდ პატარა კომენტარი გავაკეთო, აი თქვენ რაც იკითხეთ, აი რა არის ეს მთავარი რაც თქვათ შეიცვალა ამ იმაში. მთავარი რაც შეიცვალა და ამ ორგანიზაციაში ეს არისო, ეს არის რედაქცია. ანუ რედაქცია, რომელიც არის ახალი და მიმდინარე ამბების რედაქცია, რომელიც არის ამ საინფორმაციო ნაკადის შემქმნელი, როგორც გითხარით, როგორც ოპერატიულის, ეს ნიუსების ამბავში და ასევე არაოპერატიულის. მაგრამ ეს რაღაცა ცენტრალიზირებული ორგანო, სტრუქტურული ერთეული, რომელიც ჩამოყალიბდა ესე ვთქვათ ამ დებულების ფარგლებში არის სარედაქციო პოლიტიკის გამსაზღვრელი, იგივენაირად ბორდის პრიორიტეტების ესე ვთქვათ დამნერგველი ორგანიზაციაში და ამ ნაწილში მისი ფუნქცია მკაფიოდ გამოკვეთილი არის. შემდეგი ნაწილი არის, რომ ჩვენ გავაერთიანეთ ყველა პლატფორმები ერთი სამსახურის ქვეშ. ეს არის მედია არხების მართვის სამსახური, მან შევა ტელევიზიაც, რადიოც, ეს ახალი მედიაც და არქივები, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ მანდაც გასამართი პროცესები არის და ამ დებულებაში ვერ ავსახავდით, ესე ვთქვათ, ამ ფუნქციურ დაზუსტებებს და როგორ იმუშავებს ეს პროცესი და მეორეს მხრივ პლატფორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე თითოეულ მედია არხს აქვს თავისი ფილოსოფია, თავისი მიდგომები, თავისი რაღაცა განვითარების გზა. აქედან გამომდინარე შეიძლება გაჩნდეს საჭიროება იმ საინფორმაციო ნაკადის გარდა იყოს სპეციფიური კონტენტი, რომელიც უშუალოდ იმ არხს ეკუთვნის. ეს უკვე არის მედია წარმოების სამსახური. მედია წარმოებაც, ესე ვთქვათ, ორ ნაწილად დავყავით. შიდა მედია წარმოება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ფორმატების
შექმნაზე და გარე წარმოება, რომელიც იქნება ხარისხის კონტროლი იმისა, რომ ტექნიკური პროდუქტი მივიღოთ. აი, მედიის ნაწილში ძირითადი, ესე ვთქვათ, გადაადგილება ეს არის დანარჩენი ერთეულები, რომელიც კი შეიქმნა, არის ეს რომელიც ემსახურებიან მას და დამოუკიდებელი სამი კომპონენტი არის, ეს არის შიდა აუდიტის სამსახური, ხო, რაც ისა და უკვე იქ მონიტორინგიც, იმიტომ რომ მონიტორინგი ადრე თუ იყო რაღაცა დირექტორს და ამ საბჭოს შორის რაღაც სამსახურებრივ ერთეული, ეს საბჭო აღარ არსებობს, არსებობს ბორდი, ბორდს აქვს თავისი რეგულაციები. ხო, ბორდს აქვს თავისი რეგულაციები და რეგულაციები მონიტორინგის შესახებაც ასევე, ამიტომ ეს სამსახური გადმოინაცვლა პირდაპირ დირექტორის, ესე ვთქვათ, დაქვემდებარებაში, რომ უბრალოდ პულზე კონდეს ხელი პროცესში, რამდენად სრულდება ის ყველაფერი და უკვე აუდიტი შემდგომი ფაზა არის, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება? კი, ძალიან მოკლედ. შტაბეჭდილება დამჩა, რომ ეს არის სტრუქტურიზაციის პირველი ეტაპი და შემდეგ ისევ უნდა მოხდეს სტრუქტურის ცვლილება. სწორად ვფიქრობ, ესეა? და რა პერიოდს მოიცავს ეს პირველი ეტაპი და რაში უნდა მოხდეს შემდგომი ცვლილება? მადლობთ ამ კითხვისთვის. ესე იგი, ჩვენ ესე გეგმაში გვაქვს ესეთი რაღაცა, რომ საჭიროებისამებრ განვახორციელოთ ამ რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, მაგრამ ეს იქნება ალბათ 2 წლიან ჭრაში, როდესაც ჩვენ დავნერგავთ ყველა პროდუქტს, შევძლებთ გამოყენებას, ოპერირებას და შემდგომ მის შეფასებას, რაიმე ხარვეზები ხო არ არის და რაღაც. მოგეხსენებათ, ეს ორგანიზაციაც ცოცხალი ორგანიზმი არის, ესე რომ ვთქვათ, უნდა პასუხობდეთ იმ გამოწვევებს, მოთხოვნებს, ამიტომ ვთქვათ, სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც შეიძლება შემდგომში განხორციელდეს, აი ამასთან არის რა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, უფრო მოგნილი სისტემის შექმნაც არის შესაძლებელი, მაგრამ მე ისევ ამბობ, ჩვენ ვშიშობდით იმას, რომ ხომ არ გამოიწვევს ეს რაღაცა პრობლემებს ისევ საოპერაციო დონეზე, იმიტომ რომ აი წეღანაც ვახსენეთ, რომ რაღაცა რაც კეთდება ძალიან მიბმული არის პიროვნებებზე, ანუ აი ესე რომ ვთქვა და არა სისტემაზე. აი, მაგიტომ ჩვენ გვინდა ეს სისტემის დანერგვა მოახდინოთ და ის უკვე გვაჩვენებს რა ვადაში თუ როდის გვჭირდება, თუ რამე გვჭირდება, რომ შევიტანოთ ცვლილებები, მაგრამ დიახ, ეს იქნება იმ სამოქმედო თუ სამომავლო უბრალოდ განვითარების გეგმაში ასახული, რომ ამისი აუცილებლობა შეიძლება დადგეს. შეიძლება ერთი შეკითხვა კიდე მაქვს თქვენთან, აი 8-4 პუნქტი. დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაშია. დირექტორის აპარატი, შიდა აუდიტის სამსახური, ახალი მიმდინარე ამბების რედაქცია, უსაფრთხოების სამსახური და ასე შემდეგ. ფინანსურ სამსახურზე თუ გაქვთ ინფორმაცია, იმიტომ რომ მე არ შემოხვდა და ფინანსური სამსახური ჩვენ ვაქციეთ განყოფილებად, უბრალოდ ერთი სამსახური შეიქმნა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ სამსახურს, ასევე HR-ს, ასევე შესყიდვებს და ასევე ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მართვას. ეს არის რესურსების მართვის სამსახური, რომელიც რეალურად ემსახურება მთელ production-ს და მთელ ესე მედიას რესურსების მართვის კუთხით და ფინანსური განყოფილება არის ერთ-ერთი მისი შემადგენელი ნაწილი. არა. უნდა ჩანდეს, რომ როგორც ასეთი არსებობს, ხო? ბუღალტერია, იქ ბუღალტერის თანაშემწეა, HR-ია, HR-ის მოადგილე. არა, ესეთ იმას ამდებულებაში ესე ჩაშლილად არ არის აქ სტრუქტურა. ხო, მაგრამ აი ეს საჩედიან ესენი, ხო, აი გვერხედავ. ეხლა მე ვფიქრობ, ფინანსური დირექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა, საინისოდ, რომ იყოს აღნიშნული ახლა.
გარემ აქვე კიდე კითხვა მაქვს ერთი, აი ეს ცალკე აუდიტის სამსახური რამდენად აუცილებელია, რომ ტექნიკური ხარვეზი გვაქვს რა, აი წინა იმ პასუხზე რომ იმას ვქოთ, ნახეთ აქ წერია ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახური, ეს როგორც ჩანს ტექნიკური შესწორებების გარეშე გადმოიგზავნა, ეს არის ზუსტად ის სამსახური, რომელიც აერთიანებს ამ იმაზე და მე სხვა ვერსია მაქვს. ეს არის 11-6. 11-6 დია. რესურსები საერთოდ მართლა არ წყვილია, ანუ ვერ ხედა. ხო, იმიტომ რომ განყოფილებები აქ არ არის რა გამოტანილი, ესე რომ ვთქვათ რა. ხო და ჩვენ როგორც მივხვდით კანონთან წინააღმდეგობაში არ მივდივართ, არ ვიცი, აი ჩვენი იურისტის კონსულტაციაც იქნება. არა, იცით ძალიან სერიოზულად გიმუშავიათ ამ დებულებაზე. ძალიან სერიოზულად გიმუშავიათ. მთავარი რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელენეს მოსაზრების მოსმენა იქნებოდა ძალიან საინტერესო ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე ბატონმა გიამრაზის გაამახვილა ყურადღება მაუწყებლის საკუთარი აზრის გამოხატვის დაუშვებლობის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, აქ ძალიან სერიოზულად და ცოტა ფრთხილად ფორმულირება არის საჭირო. მეორე ამ დებულების მიხედვით მე რა აღქმაც გამიჩნდა ამას გეტყვით და მე არ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც უსაფუძვლოდ. მე ვიცი, რომ ტელევიზიაში მთავარი არის ჟურნალისტი, შემოქმედებითი პროცესი და შემდგომ ადმინისტრირება, რომელიც ეხმარება ამ შემოქმედებითი პროცესს. ხომ, ისევე როგორც სკოლაში მთავარი არის მასწავლებელი და მოსწავლე და შემდგომ მანდატური. თუმცა იყო დრო, როცა პირიქით იყო ეს ყველაფერი, მანდატური იყო ყველაფრის უფროსი. ეხლა აქ ისე გამოდის, რომ ადმინისტრირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოქმედებითი პროცესი. ჩაშლილი მერე იქნება, ქვეშ ჩაეწერება და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ფიქრი მოგვიწევს. მეორე, აქ არის უსაფრთხოების სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რისკების ოფიცერი, ესენი მნიშვნელოვანია და ფინანსური არ იყო მნიშვნელოვანი და ის სადღაც ქვეშ უნდა იყოს. ერთი საკითხი კიდე, რომელიც ამ რისკებთან დაკავშირებით მაინტერესებს. ეს რისკების ოფიცერი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია და აუცილებელია. უბრალოდ მე ახსნა არ ვიცი, აქამდე არ გამიგონია. რისკების ოფიცერი არ ახორციელებს შიდა აუდიტს, არანაცვლებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს მათ რისკებზე პასუხისმგებლობაში და არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უშუალოდ მიეკუთვნება დირექტორის, შიდა აუდიტის სამსახურის და ან სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციას. აბა რა საკეთებს რისკების ოფიცერი? საგანგებოდ არის ჩაწერილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ სერიოზულად არის ნამუშევარი ამ დებულებაზე. რა თქმა უნდა, თქვენ გჭირდებათ თქვენს საქმიანობაში ეს დებულება, მაგრამ რაღაცნაირად მე მგონია, რომ პრიორიტეტები ამ დებულებაში მაინც და მაინც გამოკვეთილი არ არის. უფრო ადმინისტრირების ნაწილშია პრიორიტეტები. მოკლედ, ბულავაა და არა დებულება. და ბულავა ხო იცით რაც არის? ახლა მოდი ესე ვქნათ რა. აი ამათ რა ჯობია რაღაცა ისინიც იყოს იგივე. მოდით მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ის ნაწილი სადაც არის თვითონ საქმიანობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კაფიოდ გამოვიტანეთ და გამოვკვეთეთ აი ეს ახალი და მიმდინარე ამბების რედაქცია. ეს არის ჩვენთვის ღერძი. რასაც აწარმოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სადაც არ შეიძლება რომ იყოს წუნი, სადაც არ შეიძლება რომ იყოს დაბალი ხარისხი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ესე ვთქვათ, კანონთან და მოსახლეობასთან, ანუ ჩვენ თავარ დამკვეთთან არის ბმაში. ეს ნაწილი არის საკმაოდ გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო წინა, ვთქვათ, დოკუმენტში. და ალბათ ეს ნაწილი ის არის. ეხლა რაც შეეხება ამ რისკების ოფიცერებს და ესეთ ერთეულებს, მაგალითად პერსონალური მონაცემთა ოფიცერს, ესეც რაღაც ნაწილობრივ ამ პერსონალურ დატაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს კანონის მოთხოვნა არის, მაგიტომ გამახორციელეთ ეს HR-ში არ შედის ეს პირდაპირ დირექტორს ექვემდებარება და პირდაპირ დირექტორთან არის ბმაში კანონის მოთხოვნის
მოთხოვნიდან გამომდინარე და სხვაობა შიდა აუდიტს და რისკების მართვის ოფიცერს განსხვავებული არის იმით, რომ შიდა აუდიტის სამსახური საზღვრავს იმ მეთოდოლოგიას, როგორ უნდა გაკეთდეს და შეფასდეს ის რისკები და შემდგომ აკეთებს ამის შეფასებას და ეს ოფიცრის პოზიცია, რომელიც იყო რისკების მართვის ოფიცერი, ეს არსებობდა ორგანიზაციაში, არ ვიტყვი, რომ ეს სავალდებულო არის, მაგრამ მე ისევ ვამბობ, ჩვენ ვცადეთ, რომ დაგვეტოვებინა სრულად რაც იყო წარმოდგენილი, იმიტომ რომ ველოდებით ესე ვთქვათ იმ მეორე ფაზის რესტრუქტურიზაციას და ეს ოფიცერი უფრო საოპერაციო დონეზე არის და ყოველდღიურობაში რისკების მართვასთან დაკავშირებით. ანუ მაგალითად, არ ვიცი, განსაზღვრული არის ახალი პროექტი, ან ახალი თანამშრომლობა გარე აქტორთან და ასე შემდეგ და რა ტიპის რისკები შეიძლება წარმოიქმნას, ეს რისკ ოფიცერი გვიკეთებს დღის მდგომარეობით რაღაცა შეფასებებს. იგივე დოკუმენტებთან დაკავშირებით, იგივე რაღაცა შიდა პროცესებთან დაკავშირებით, ანუ ესეთ საოპერაციო როლს ასრულებს. ეხლა ჩვენთვის ისევ ვამბობ, პრინციპული მნიშვნელობა ამ ერთეულს ნამდვილად არა აქვს. უფრო სხვა ერთეულები არის ის მნიშვნელობა, ის მატარებელი, შეგვიძლია დავაკორექტიროთ ეს რედაქცია და სამწუხაროდ არის, რომ ჩვენ მეორე დღეს გამოვაგზავნეთ ესე ვთქვათ რელიზი, სადაც ეს ტექნიკური რაღაცა საკითხები, რომელიც დებულებაში იყო, ხელახლა იყო წარმოდგენილი და მე როგორც ხვდები, ეს პირველი რელიზი არის რა, ანუ რაღაცა ეს საკითხები, რომელიც ახლა იყო განხილული, იქ ესე ვთქვათ შესწორებული არის რა, უფრო გასაშალაშინებელი ვერსია. კი ბატონო, არა, თქვი, რაღაცა ფინალისკენ თუ არ წავედით. აბა, იზაბელა, ერთ რამეს ვიტყვი და იქნება კითხვები ამოიწოს. ესე იგი, ბუნებრივია, ერთი ცხვარი, დიდი მადლობა და ისეთ საქმე დაიწყება რა, რომ დიდი ხნის გასაკეთებელი იყო და ბუნებრივია ბევრი სირთულე იქნება. და ბუნებრივია, ამას ხარდაჭერა ჭირდება, მაგრამ ყველა კითხვებია პასუხი რო გაეცეს. მე ესეთ შუალედურ ვარიანტს შემოგთავაზებთ მე, იმიტომ რომ მას მოქმედებისთვის ჭირდება და დებულება ჭირდება რომ დამტკიცდეს, მაგრამ ესეთ დავამტკიცოთ დათქმით, რომ ერთ თვეში შემოვა მეორეჯერ ეს უკვე შემოვა და მე ამას გთხოვდით, რომ წევრები თავისთავად და ქალბატონ ელენესთან ძალიან მნიშვნელოვნად რომ გაიაროთ, რომ მე უფრო თქვა რომ ეს ორი დებულება პირველი არხის და იმის სრულ შესაბამისობაში იყვნენ ერთმანეთთან რატო? თუ რაღაცა საჭირო იქნება, ეს გამოვიყენოთ და პირველი არხის იმაშიც შევცვალოთ, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს ეს საერთოდ უნიკალური და რთული მოვლენა არის ეს ერთი საბჭო და ორი ტელევიზია და მით უმეტეს აი ცალკე სამსახურები თუ იქ და უბრალოდ გაჭირდება. აი მნიშვნელობა კი არ აქვს შესაჭიროა თუ იქ არის რისკები, აქაც უნდა იყოს რისკები ან იყოს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდეთ ტერმინოლოგიის დონეზეც მე რაც ამაქვს, ზუსტად იყოს ერთ-ერთზე მისული. თუ იმ სპეციფიკის გათვალისწინებით რაც აქვს, აი ის უნდა იყოს ესე ვთქვათ განსხვავება. ერთი კონსტიტუციის ქვეშ უნდა იყვნენ მოქცეულები და ეს ერთი თვე ამაში გამოვიყენოთ, ზუსტად ვთქვათ რომ ეს 1 ივნისამდე თუ გეჩვენებათ არაფერი არ არის შეგვიძლია 45 დღე გავიღოთ, მაგრამ აი 2 თვეც არ გავიდეს. აი შეგვიძლია რომ ივნისის 15-მდე თუ გნებავთ ავიღოთ დრო თქვენ რომ მაინც იქ ხო გაქვთ კი ბატონო ხო არა ჩვენ ხო და იმ დებულებებსაც გააკეთებდით და ამასაც ესე ვთქვათ ერთიანად მოარგებდით და მაშინაც მეორე და მაშინ კიდე დავამტკიცებდით. ეხლა მე გთავაზობთ რომ აი იმ ერთი გასწორებით ხოლმე ტექსტი იყოს ტექსტიც აგვაქვს ეს არის მაგალითად თავაზობთ რომ იქ საკუთარი აზრი ხოლმე თქვენს და იქ იყოს მიუკერძოებლობა იყოს რომ მიუკერძოებლობა ჩაიწეროს და რა საკუთარი აზრი და ესეთი ფორმით თუ ეს მისაღებია დავამტკიცოთ და ამ ხნის განმავლობაში ყველას გვექნება საშუალება და მე ელენას გთხოვდით რომ ჩემთვის მაგალითად ესე იქნებოდა ჯერ თქვენ შეგეჯერებინათ ეს ორივე დებულება ერთმანეთთან და მერე ჩვენ უკვე სამუშაო რეჟიმში გადავიდოდით ამ და უკვე იქ დავამტკიცებდით. ამ ასეთი გთავაზობთ რომ ასეთი ფორმულირებით დავაყენოთ კენჭისყრაზე. და შემდეგ თუ მისაღები იქნება ეს ჩვენ ეს საკითხი
შემდგომ საბოლოო დასამტკიცებლად სანამ ამას განვიხილავთ, სანამ წარმოგვიდგენთ ამას, სამუშაო ფორმატში ვიმუშაოთ და არა სხდომაზე. სხდომაზე უკვე შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება და ერთი საკითხიც, რაზეც ბატონმა ვასილმა ბრძანა, ისევ აი ამ პერსონალურ დასაკუთარ აზრს დაუბრუნდები და კონსტიტუციის გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ასე შემდეგ აუცილებლობის შესახებ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი დებულება, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოში წამოიყვანოს. კი ბატონო. გარდა მაგისა, მაშინ მე ვთქვათ ხო და ამიტომ რაც ვისაუბრეთ, დავიტანოთ ამ სამუშაო რეჟიმში და 15 ივნისი ვთქვათ მაინც არ იცით რა არის? ალბათ ჯობია 1 ივნისი იყოს, იმიტომ რომ ჩვენც შიდა პროცესები ესე ვთქვათ უკვე დამტკიცებულია. მოესწრება ეს თავს. 1 ივნისამდე მე გთხოვთ ელენე რომ ესე იგი ეს იყოს ჩემთვის ეს არის ესე იგი შეკითხებთან ერთად რომელიც წევრებს ეკნება და ჩემთვის იქნება რომ ეს სინქრონიზაციაში იყოს ეს ორი დებულება რომ ერთი იმით ვიხვდეთ ხოლმე, რომ ჩვენ არ ავწდეთ გადაწყვეტილებებში ხოლმე ერთმანეთს. ეს ერთი საკითხი მაქვს. ამავე დროს ბარები ვისარგებლებ და მე თუ საბჭოს წევრები ხარს დაბიჭერენ, ამას არც კეჭისხრა უნდა თქვინებთ, კეჭისხრა ჩატარდეს, ჩვენ რამოდენჯერ დავსვით საკითხი, ამით უმეტეს იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც არის, რომ ჩვენ მივმართოთ ესეთი რეკომენდაციით, თუ თხოვნით, როგორც არის პარლამენტის თავმჯდომარეს და აჭარის ტელევიზიის დირექტორის ის გავასწორო და 6 წლით რომ იყოს კანონში კენჭისხრა თუ ამას ხო ამავე დროს მე რაც გვაქვს ცვლილებები ესე ვთქვათ ესე მომზადდეს გარდა მაგისა იყო სათავროთა კავშირი და ეხლა არის კარგი დრო კანონში ან გავასწოროთ ან რაღაცა მორგებული იყოს ეხლა იქ კანონში მოგეხსენება თქვენ როგორ არის ახლა ისტორიას არ მოყვები იცით ყველა ერთგან წერია რომ ერთი ტელევიზია მეორეგან წერია რომ ორი ტელევიზია ორი სათაურის ამბავია და ეს სხვათა შორის გამოიწვია და ეს სხვათა შორის პირდაპირ რო გითხრათ რო იტყვება მატერიალურ მებთანაც არის დაკავშირებული ჩვენ შეგვეძლება რომ ეს რო ესე იგი ერთი ვარ თუ ორი ვარ გავუგებ თუ ერთი ვარ ბევრი რამე უფრო იაფად გაკეთებოდა თუმცა მეორე თვალსაზრისით არა ვართ ერთნი და ეს რაღაცაერად სულიყო საუბარი მაშინ თუცა გაერთიანდა აბა ამაზეც თუ წაიმუშავებდით და მე მგონი რომ ეხლა თუ რამე შესწორებები არის როგორ არის ეს ერთი მომზადდეს იმიტომ რომ მე მაგიარებს არ შეუძლია ერთ ადამიანმა წარადგინოს მაგრამ შეუმაგდა მე მგონი აქეთ სულოვანი ვართ ეს დირექტორთან უბრალოდ მაშინ რატო ჩაიწერე როგორ ჩაიწერე 3 წელია უბრალოდ არ ერთგან ვიჩევთ 6 წელი და მეორეგან ვიჩევთ 3 წელი თან სხვათა შორის მოთხოვნები სხვა იქ ახლა კი არაფერი არ არის მაგრამ იქ მაგისტრი უნდა იყოს აუცილებლად და აქ შეიძლება რომ არ იყოს ესე ვთქვათ მაგისტრი ნუ ეს კანონის გასასწორებია და დირექტორის საკითხი თუ რაღაცა ესეთი იქ თუ ეხლა ეს დაუსრულებელი კამათი უნდა დავიწყოთ გვაქვს ხოლმე ეგეთი პრაქტიკა რაღაცა შესწორებებთან დაკავშირებით ეს ერთი მაშინ ისე შეიძლება შევიტანოთ იმიტომ რომ იმ გამოცდილებიდან რაც დაგვროვდა ამ ტელევიზიის შესრულებაში აქ დიდი პროცესი იწყება და დიდი პროცესი იწყება და უნდა რაღაცნაირად ადამიანმა ეს გეგმა 5 წელზეა გაწერილი ხო და 3 წელიწადში რაღაცა მორჩება და მე რაღაცა მე ეგ აღარ თვითონდა რომ როცა ვთხოვთ რომ 5 წლის გეგმა კონდეს ადამიანს თუნდაც რომელიც 3 წლით არის თუმცა ეს როგორ ეს ავტომატურად ეს არ მოხდება ამის გაგრძელება მაგრამ მაგის ფორმები შეიძლება რომ ისე ვთქვათ რაღაც მოიძებნოს ჩვენ კოლექტივში ეს გავასწოროთ ხო კანონში მაშინ მე თუ თქვენი ნებართვით არის ესე დავაყენებდი კეჭისხრაზე რომ ამ იმ ერთი ცვლილებით რაც არის და გასწორდეს რომ არის მიუკერძოებლობა დანარჩენი ესე იგი სამუშაო რეჟიმში გადავიტანოთ და 1 ივნისამდე საბოლოო რედაქცია ერთიანი დებულება არა რეალურად რო ვთქვათ ვინ არის მომხრე რომ დაუჭიროთ ხარ 9 წევრია და 9 დადებითი კი ბატონო შენობა არ ჩაიტვირთა ხო მაინც კი ბატონო ძანე ამე მოდი ჩამოატარე და მე ჰა არა მე გარეთაც კი ვნახე ხლა რა თქვი არა გაბურთე რა მორჩას ხტობა